ნეთანიაჰუ ხდება ტრამპს თეთრ სახლში, სადაც მედიისთვის არანაირი ხელმისაწვდომობა არ არის. რას ცდილობენ ეს ორი ლიდერი დამალონ? მოდით ვნახოთ, რა თქვა ნეთანიაჰუმ შეხვედრის შემდეგ შონ ჰენიტისთან. შესანიშნავი იყო. ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, რაც გიქონია. და ყოველთვის იცით, ყოველთვის არ მინდა იმედგაცრუებული დავტოვო ჩვენი პოტენციური კრიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ იცით ბზარები ჩვენს ალიანსში და რასაც ისინი პოულობენ, მაგალითად, დღეს არის გრანიტის კედელი. იცი ხო? ჩვენ არ გვინდა რომ ეს ფანატიკური რეჟიმი თეირანში ბირთვული იარაღი კონდეს და ამით დაემუქროს ყველა ამერიკელს, მსოფლიოს მშვიდობას და ისრაელის არსებობას. ასე რომ ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს და ეს მიზანი მიღწეული იქნება ან დიპლომატიური გზით, ან სხვა საშუალებებით. მაგრამ ორივე ამ მიზნის ერთგული ვართ. კარგი, საინტერესოა რომ ნეთანიაჰუმ თქვა პოტენციური კრიტიკოსები. იმიტომ რომ იცით რა, ისინი სულაც არ არიან პოტენციურები. ისინი ჩვენი კრიტიკოსები არიან. და უნდა ვთქვა, მისი კრიტიკოსები ისრაელში, მარკ. მანამდე სანამ ვაშინგტონში წავიდოდა, ისინი უბრალოდ სიხარულით ამბობდნენ, ტრამპს საბოლოოდ მობეზრდა ნეთანიაჰუმ. და ის კრიტიკული იყო, რადგან ტრამპმა თქვა რაღაც მსგავსი, იცით, ტრამპი არის ტრამპი. მან თქვა რაღაც მსგავსი. მე არ მჭირდება ნეთანიაჰუ რომ მითხრას რა მასალაა პიკაქსის მთაზე, რაღაც მსგავსი. და ყველა, ვისაც ჩვენ ყველა, ოღონდ არა ბიბის ბანაკს ვეძახით, ამას მაშინვე აჰყვა და თქვა, ჰაჰაჰა. ეხლა ეს არის განხეთქილება, რომელსაც ყველა ელოდა. ეს სასაცილოა. პირველ რიგში ჩვენ ვიცით როგორ ლაპარაკობს ტრამპი. მეორეც, ტრამპმაც კი შეხვედრის შემდეგ Truth Social-ზე დაწერა, რომ ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. ეხლა კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს ეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი იქ იყვნენ 1 საათი და 20 წუთი. რაც საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა. დიახ, ოთახში სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ. და უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ვიცი, ბევრი იმედგაცრუებაა იმის გამო, რომ ჩვენ სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებზე არ დავბრუნებულ ვართ. განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ირანმა სწორედ იმ შეხვედრის მიმდინარეობისას, ირანმა ჩვენ დაგვესხა თავს. ჩვენ. სამიზნეები იორდანიაში. მარკ, რა სიტყვი ამაზე? პირველ რიგში ტრამპს New York Post-ის მასალის გამო ცოტა უსიამოვნება შეხვდა, უბრალოდ არა სტატია, არამედ ახალი ამბავი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ნეთანიაჰუ აპირებდა მისთვის პიკაქსის მთის შესახებ ახალი სადაზვერვო ინფორმაციის მოტანას. ეხლა, ვინც არ უნდა გაეჟღავნებინა ეს ამბავი, მე ვფიქრობ, რომ ის ისრაელელი იყო და ეს იყო დიდი შეცდომა. რადგან არც ერთ პრეზიდენტს არ მოსთონს გაზეთში წინასწარ წაიკითხოს ის, რასაც ნეთანიაჰუ შეხვედრაზე ეტყვის, ხომ ასეა? მეორეც, თანამშრომლობა, დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება აშშ-სა და ისრაელს შორის იმდენად მჭიდროა, იმდენად ახლოა, იმდენად ჩვეულებრივი, რომ თუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია პიკაქსის მთის შესახებ, ის გადის შესაბამის არხებში. აუცილებელი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გადასცეს. ამიტომ ვფიქრობ, თუ ეს იყო ისრაელის მხრიდან გაჟონვა, რაც ჩემი ვარაუდია, ეს იყო დიდი შეცდომა. და რა თქმა უნდა, თუ ტრამპს ამაზე კითხავენ, ის წინააღმდეგობას გაუწევს. მას არ უნდა უთხრან, რომ ნეთანიაჰუსგან უნდა მოისმინოს ლექცია იმის შესახებ, რა აქვს ისრაელის დაზვერვას. მას უნდა თქვას, რომ ყველაფერს ამერიკული დაზვერვისგან ირებს. ასე რომ კიდევ ერთხელ, თუ ეს ისრაელის ოფიციალურმა პირმა გააჟონა, ეს კარგი არ არის. არა, ეს არ უნდა გაგეკეთებინა, ეს იყო შეცდომა. ცუდი მაგალითის მიცემა. გონია, იცი, გინდა ამბავი გაავრცელო, რომ ისრაელის დაზვერვა მიცის, მაგრამ სინამდვილეში შეხვედრას ცუდად იწყებ. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, არც აშშ-ს და არც ისრაელის მხარე ბევრს არ ამბობს შეხვედრის შესახებ, მაგრამ ორივე მხარე მას ძალიან კარგ შეხვედრად აფასებს. ორივე თანხმდება, რომ ეს კარგი შეხვედრა იყო. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მართლა ძალიან კარგი შეხვედრა იყო. და ბოლოს თქვენ თქვით, რომ იორდანიაში ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმა მოხდა, რომ ირანმა იერიში მიიტანა ამ ობიექტებზე იორდანიაში. დავიღოთ გულწრფელები. 13-14 დღე ცეცხლი არ წყდებოდა, შემდეგ რამდენიმე დღე სიმშვიდის და ეხლა ჩანს, რომ ისევ შეიძლება ცეცხლი განახლდეს. მაგრამ უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ ამ მთელი ცეცხლის განმავლობაში ირანმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ჯერჯერობით არ დაემიზნებინა ისრაელი. მათ დაარტყეს მინდა დავითვალო, მოდი წარმოვიდგინოთ სპარსეთის ყურის რუკა ჩვენს გონებაში. მათ დაარტყეს ქუეითს, ბარეინს, ემირატებს, საუდის არაბეთს, კატარს, ომანს და იორდანიას, მაგრამ არა ისრაელს. და რატო არ ესმიან თავს ისრაელს? იმიტომ რომ უცებ შეგვიყვარეს. წაიკითხეს ჰერცლის წიგნები და გადაწყვიტეს, რომ სიონიზმი კარგია. წაიკითხეს ბიბლია და აღმოაჩინეს, რომ ებრაელებს სინამდვილეში აქვთ კავშირი ამ მიწასთან, დიახ. თუ ისინი შეკავებულები არიან, შიშობენ. და ალბათ უნდა შიშობდნენ კიდეც, რომ ისრაელის მთავრობა უბრალოდ საბაბსელის. ელოდება, როდის გააკეთებენ ისინი რამეს, მიუღებელს, რაც ისრაელს მისცემს საშუალებას, არაპროპორციულად უპასუხოს. მაპატიეთ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა იურისტებო. დიახ, ზოგჯერ არაპროპორციული პასუხი პროპორციული და აუცილებელია. მაგრამ შეიძლება იმის გამო, რომ ესეთი პასუხის ეშინიათ, ისინი ესვრიან ყველას რეგიონში, მაგრამ არა ისრაელს.
მართალია, სხვათა შორის მე ამას ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმას ვუტოდებდი და არა ირანზე. ირანის ხალხ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილო ყურადღება, უნდა გავმიჯნოთ ისინი რეჟიმისგან, რომელიც სხვათა შორის კვლავ დაიწყო პატიმრებისა და დისიდენტების სიკვდილით დასჯა. ესე რომ იცით, ჩვენ უნდა ვუთხრათ ირანის ხალხს, რომ ვიცით თქვენ იტანჯებით. კარგი, ასე რომ არ თქვათ ირანი, თქვით ირანელები. რასაც ვამბობ არის ის, რომ ჩემი აზრით არ არსებობს არაპროპორციული პასუხი ისლამური რესპუბლიკის მიმართ. და ნება მომეცით თქვა, ჩვენ წერთ ამ გადაცემას 29 ივლისს. და მიზეზი, რატომაც ამას ვამბობ, არის ის, რომ რეგიონში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ვინ იცის, სანამ ეს გამოქვეყნდება, ამ დროის განმავლობაში რა მოხდება. ასევე რაც ვიცით არის ის, რომ საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები გუშინ ღამით ირანულ ობიექტებს უტევდნენ საპასუხოდ. კიდევ ერთხელ, როცა ვამბობ ღამე და დღე, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ დროის ზონაში იმყოფებით. ეხლა სხვა საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გამამახვილო, არის ის, რომ იმის საპირისპიროდ, რასაც ნეთანიაჰუს ბევრი მოწინააღმდეგე ამტკიცებს, ის სინამდვილეში არ არის ის ომის მოყარე, რაშიც მას ადანაშაულებენ. თითქოს ყველაფერი, რაც მას უნდა, მხოლოდ დაბომბვა და დაბომბვაა. ეს სიმართლე არ არის. და მან თვითონაც თქვა აქ შონ ჰენიტისთან, მან თქვა, რაც არ უნდა იყოს, თუ მოლაპარაკებებია თუ რაღაც სხვა, არ ვიცი. რაც მას გულისხმობს არის ნებისმიერი გზა, რომ დაამხოს ის რეჟიმი, გააძევოს ისინი, გაიტანოს ბირთვული იარაღი იქიდან და მთლიანად შეცვალოს ირანის მოქმედების სტილი მისთვის მისაღებია. და ეს აუცილებელი არ არის სამხედრო გზით მოხდეს. პრობლემა ისაა, რომ ჯეიდი ვენსი და მისი მეგობრები იქ, ქოფთან და კუშნერთან ერთად, მათი სასაცილო მემორანდუმით, რომელიც უკვე აღარ მუშაობს, და იცით, ისლამური რესპუბლიკა ამბობს, დიახ, მოლაპარაკება გვინდა. რა თქმა უნდა, არაფერს არასდროს დავთმობთ. ამიტომ ეს პატარა თამაში გრძელდება. ვიცით, რომ ნეთანიაჰუ ამას არ იჯერებს, მაგრამ ის ძალიან დიპლომატიურად საუბრობს ყველას შესახებ, ვინც ტრამპის ადმინისტრაციას უკავშირდება. ნეთანიაჰუს შესახებ, როცა მას ადანაშაულებენ. და ვფიქრობ, ბევრ ადამიანს მსოფლიოში ის მიაჩნია ისეთ ადამიანად, რომელიც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და მტრებს, მანამდე ანეიტრალებს, სანამ ისინი რამეს მოიმოქმედებენ. თუ ვესტერნის მეტაფორას გამოვიყენებთ, ხო ასეა? მას უნდა ჯერ ესროლოს და მერე დასვას კითხვები. ეს სიმართლე არ არის. და ამას თვით ნეთანიაჰუს კრიტიკებიც კი აღიარებენ. როცა იერუსალიმ პოსტში მუშაობდით, თქვენი ყოფილი კოლეგა იყო ანშელ თეფაჰი, რომელმაც ნეთანიაჰუს ბიოგრაფია დაწერა. ის ნეთანიაჰუს მიმართ ძალიან კრიტიკულია. მას იშვიათად თუ აქვს მის შესახებ კარგი სათქმელი. მაგრამ ის წიგნში წერს, რომ ნეთანიაჰუ სამხედრო ძალის გამოყენებაში ძალიან ფრთხილია. შეიძლება იმიტომ, რომ თავად იყო ბრძოლაში და მის გარშემო ადამიანები იღუპებოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ მისი ძმა ბრძოლაში დაიღუპა. ის ძალიან ფრთხილია ჩვენი ახალგაზრდა სამხედროების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების საკითხში. ძალიან ფრთხილია. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში მასზე ამბობენ თითქოს პალესტინელ ბავშვებს საუზმეზე ჭამს, დიახ, ეს ძალიან კარგად ემსახურება ისრაელის შეკავების პოლიტიკას. და კარგია, რომ ჩვენს მტრებს ეშინიათ ჩვენზე თავდასხმა. როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირანი დღეს ისრაელს არ ესხმის თავს, არის ის, რომ ეშინიათ ჩვენი პასუხის. ეს კარგია. მაგრამ თუ ისტორიულად დავაკვირდებით ნეთანიაჰუს, ის ძალიან ფრთხილია ისრაელის თავდაცვის ძალების გამოყენებაში. ხო ასეა. ის არ არის ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად მოქმედებს პირიქით. და ეს ვიცით მისი ისტორიული გამოცდილებიდან. მაგრამ რაც შეეხება უფრო დიდ საკითხს, რომელიც თქვენ დააყენეთ მემორანდუმთან დაკავშირებით, და თქვენ ისაუბრეთ ვიცე-პრეზიდენტზე და სხვა პრეზიდენტის მრჩევლებზეც ისაუბრეთ. საბოლოოდ ეს იყო ტრამპის არჩევანი. მან აირჩია მემორანდუმი. და ვფიქრობ, რაც ნეთანიაჰუმ უნდა ეთქვა პრეზიდენტისთვის იმ შეხვედრაზე, რომელიც 80 წუთი გაგრძელდა, იყო ის, რომ მემორანდუმი გულისხმობდა 60 დღეს, როცა სრუტეები ღია იქნებოდა. და ამ დროს ჩვენ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ტრამპის სიტყვებით, ირყვებით ირანის ბირთვული პროგრამის დასრულებაზე, რომ ირანელები ერთგვარად ან სხვაგვარად დაშლიან თავიანთ პროგრამას. მათ 60 დღე ჰქონდათ, რომ დიპლომატიური გზით მიეღწიათ შეთანხმებისთვის ამ საკითხს. და რაც ჩვენ რეალურად ვნახეთ, არის ის, რომ არავინ საუბრობს ბირთვულ პროგრამაზე, რადგან თავდაპირველი მემორანდუმი, რომელიც ამბობდა, რომ სრუტეები ღია იქნებოდა, ირანელებმა ეს ფხისიერად დაარღვიეს და სრუტეებში პრობლემები შექმნეს. ეს არის თავი. ამიტომ ყველა საუბრობს სრუტეებზე და სრუტეების გახსნის პირობებზე. არავის საუბრობს მთავარ საქმეზე. რაც არის ბირთვულ საკითხთან გამკლავება, როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ შონ ჰენიტის უთხრა, ეს არის გადამწყვეტი საკითხი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნეთანიაჰუმ შეხვედრაზე უნდა გაესვა ხაზი, რაც არ უნდა მოხდეს სპარსეთის ყურეში, რაც არ უნდა მოხდეს სრუტეებთან, რაც არ უნდა მოხდეს ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ყურის ქვეყნებიდან. დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყურადღების კონცენტრაცია მთავარ საკითხზე. და ეს მთავარი საკითხი არის ირანის ბირთვული პროგრამა, რადგან ყველაფერი ამ საკითხს ექვემდებარება.
და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველა ადამიანი, ვინც მხოლოდ ნავთობისა და სრუტეებში მოძრაობის საკითხზეა კონცენტრირებული, თუ ირანს ოდესმე ბომბი ექნება, ამერჩმა დაგვიფაროს, მაგრამ თეორიულად, თუ ოდესმე ბომბი ექნებათ, იფიქრეთ, რას შეძლებდნენ ისინი ნავთობის შანტაჟით და ვის შეძლებდა მათ შეჩერებას. მაშინ ნავთობის ფასი $100 აღარ იქნებოდა ბარელზე. შეიძლება $200-მდე წავიდეს ბარელი. შეიძლება ბარელი $300-მდე წავიდეს, რადგან ირანი ბირთვული არ არის შეძლებდა ისეთ რაღაცებს, რასაც დღეს თავს იკავებს. დღეს. და ეს ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ სრულად დახურონ სრუტეები და გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. წამოაყენონ ყველა შესაძლო მოთხოვნა. ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვინც დასავლეთის ის ქვეყნებში ნავთობის ფასზეა შეშფოთებული, უნდა იცოდეს, რომ თუ ირანი ოდესმე მიიღებს ბირთვული იარაღს, მდგომარეობა ბევრად უარესი იქნება. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოიქცეთ. და ნეთანიაჰუმ დარწმუნებული ვარ ეს უთხრა პრეზიდენტ ტრამპს. ყურადღება უნდა იყოს მიმართული მთავარ სამიზნეზე, მთავარ საკითხზე და ეს არის ირანის ბირთვული პროგრამა. მართალია, მაგრამ იცით რა, ტრამპმაც ეს იცის. და ტრამპ ასევე თქვა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის სისულელეა და არაფერს ნიშნავს. ანუ მანაც თქვა, რომ ეს უკვე დასრულებულია. ეს მისი ზუსტი სიტყვები არ იყო, მაგრამ ხო იცით, მან უკვე გააკეთა და ის მათ ამის უფლებას აძლევს. და ის ასევე მუდმივად იმ ფრაზას უბრუნდება. ისინი ძალიან უნდათ ჩვენთან საუბარი. მათ გვეხვეწებოდნენ, რომ დავლაპარაკებოდით. კი, რა თქმა უნდა. როცა ისინი შეთანხმებას დებენ, იცი, ჩვეულებრივ არ ასრულებენ მას. ის ამ სიტყვებს იმეორებს. ეხლა ერთ-ერთი უპირატესობა იმისა, რომ დონალდ ტრამპი რაღაცას ამბობს, შემდეგ საპირისპიროს ამბობს, ტვიტერს წერს და ასე შემდეგ, ის არის, რომ ეს თეირანსაც აბნევს. კარგი, ვიცით, რომ ეს ისრაელსაც აბნევს, ვიცით, რომ ეს ამერიკელ ხალხსაც აბნევს, მაგრამ ეს მტერსაც აბნევს. ეს კარგია. როგორც თქვი, ეს კარგია. უნდა ამყოფო ისინი გაურკვევლობაში და ისინი ნერვიულობენ. და ყოველ ჯერზე, როცა ასე ფიქრობენ, ტრამპი სინამდვილეში სუსტია. და ისინი იწყებენ შეტევას. და როგორც ჩანს, ისინი ყურის ქვეყნებსაც სუსტებად მიიჩნევენ. იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ ისინი, ანუ ისლამური რევოლუციური გვარდია, აგრძელებენ მათ მიზანში ამოღებას, სპარსეთის ყურის ქვეყნები. მაგრამ ისინი ასე იქცევიან და ტრამპს ამოწმებენ. და ყოველ ჯერზე, როცა ის ამბობს, კარგი, დავბრუნდეთ მოლაპარაკებებზე. შევნიშნე, რომ რესპუბლიკელები, არა ომის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელები, არამედ ისინი, ვინც ტრამპს უჭერს მხარს და ომის მომხრეები იყვნენ, ძალიან იმედგაცრუებულები არიან. ამას ყველგან ხედავ სოციალურ მედიაში. ამბობენ, რას აკეთებს ის და რატო არ ასრულებს საქმეს და რატო არ ასრულებს საქმეს. ეხლა ჩვენ ზუსტად ვერ გავიგებთ, ეს ყველაფერი სტრატეგიული იყო, თუ უბრალოდ ტრამპი ლაპარაკობდა. ამას მხოლოდ მერე უკან გადახედვისას გავიგებთ. მაგრამ ერთი რამ ვიცით და აქ უნდა გავაკეთო კომენტარი ისრაელის მემარცხენეებზე, კარგი? რადგან როცა ამბობთ, რომ გაჟონვა და ასე შემდეგ და ამბობთ, რომ შეიძლება ვიღაცა ისრაელიდან იყოს, შეიძლება ვიღაცა ინფორმაციას New York Post ან New York Times აწვდიდეს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი რამ რაც აქ გვაქვს არის ისრაელი ექსპერტი ირანის საკითხებში რონენ ბერგმანი, რომელიც წერს ისრაელის პრესისთვის და ის ასევე წერს New York Times-ისთვის. იგივე სიტუაცია ბარაკ რავითთანაც. ის მუშაობს Axios-ში და ის ასევე მუშაობს Yediot Ahronot-ში და არხი 12-ში. და ეს ორი ადამიანი, რომლებიც ირანსა და აშშ-ის ისრაელის ურთიერთობებში წამყვანი ექსპერტები არიან, ვერ იტანენ ნეთანიაჰუს. სხვათა შორის არც ტრამპი უყვართ ძალიან. მაგრამ რაც მათ მოსწონთ არის იმის თქმა, ჩვენ ეს ვიცით. ეს ამ წყარომ გვითხრა, ის კი იმ წყარომ. და როცა ანონიმური წყაროებია, ფრთხილად უნდა იყო. კარგი? იმიტომ რომ ეს უბრალოდ გაჩვენებს, რომ ვერანაირად ვერ შეედავები ამას. ამიტომაც მე არ ყოველთვის მიჭირს ამ გაჟონილი ინფორმაციისა და მსგავსი ამბების დაჯერება. ზოგჯერ კი ხდება, რომ ეს გაჟონილი ინფორმაცია სპეციალურად ხდება, რათა მტერი შეცდომაში შეიყვანონ. როგორც წარსულში ვნახეთ ბიპერის ოპერაციასთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უბრალოდ ერთი ბოლო საკითხი, ეს იყო ლინსი გრეჰემის დაკრძალვა. ეს ინტერვიუ, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუმ შონ ჰენიტის მისცა, სინამდვილეში ის პირდაპირ დაკრძალვიდან სტუდიაში მივიდა, რომ ეს ინტერვიუ ჩაეწერა. და ერთი რამ, რაც გასულ კვირას მოვისმინეთ, იყო ჩანაწერები, ასევე იყო ვიდეო, სადაც ლინსი გრემი თავის ოფისში სპიკერფონზე ესაუბრებოდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გასულ წელს, არ ვიცი, რამდენიმე თვის წინ. და ეს იყო სპიკერფონზე, ჩვენ გავიგეთ ნეთანიაჰუს ხმა და დავინახეთ ლინსი გრემი. და ლინსი გრემმა თქვა, მე ცოტა ხანში ტრამპს დაველაპარაკები და მინდა დავარწმუნო, რომ თქვენ შემოგიერთდეთ თქვენ საჰაერო ძალებს ლიბანში დარტყმებში, ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში. და ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას უთხრა, ეს საინტერესო შეთავაზებაა, მაგრამ მე მირჩევნია არ მივიღო. ჯერ ირანის საკითხი უნდა მოვაგვაროთ.
ერთ ჯერზე ერთი რამ უნდა მოვაგვაროთ. ჰეზბოლა არა ეხლა. ამ მომენტში არ გვინდა რომ ამ ეტაპზე ლიბანში აშშ-ის არმია, საჰაერო ძალები და ისრაელის საჰაერო ძალები ჩავთოთ. ეს მისი სიფრთხილის გამოა. და ეს ლინზი გრეჰემი იყო, ვინც თქვა: მოდი გავაკეთოთ ეს. მოდი დავიწყოთ. და შემდეგ ლინზიმ თქვა: საინტერესო აზრს ამბობ. მათ ძალიან მეგობრული საუბარი ჰქონდათ, მაგრამ ის მზად იყო დაერეკა ტრამპისთვის და ეთქვა: მიდი, სცადე. ასე რომ თუ ლიბანს ახსენებ, ფიქრობ საკმაოდ შესაძლებელია რომ აშკარად ირანი და ბირთვული საფრთხე იქნებოდა მთავარი თემა თეთრ სახლში ორ ლიდერს შორის შეხვედრაზე. მაგრამ ლიბანიც შეიძლებოდა განხილულიყო. გახსოვდეთ, სულ რაღაც გასულ კვირას ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ჰეზბოლას მეგობარი არ არის, იყო თეთრ სახლში. და შესაძლებელია, რომ ლიბანის მიმართულებით ჰეზბოლას საკითხზე რაღაც ხდება, რათა უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ საფრთხეს და წინ წაიწიონ ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობისკენ. ეს შეიძლება დღის წესრიგში ყოფილიყო. სირიის საკითხზე ხალხი ბოლო დროს უფრო ხშირად საუბრობს. არ ფიქრობ, რომ სირიასთან მშვიდობის შეთანხმების შანსი არსებობს, მაგრამ შეიძლება იყოს რაიმე სახის შეთანხმება უსაფრთხოების საკითხზე. ანუ ჩვენ გქონდა უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც 1974 წელს კისინჯერმა მოილაპარაკა. ეს სიყვარული არ იყო, ეს შეკავებაზე იყო დაფუძნებული. სიმართლე ისაა, რომ 1974 წლიდან სირიის სამოქალაქო ომამდე გოლანის მაღლობების საზღვარი ძალიან მშვიდი იყო. თითქმის სრულად მშვიდი. რადგან სირიელებს ჰქონდათ ინტერესი შეენარჩუნებინათ ეს შეთანხმება. შესაძლებელია თუ არა მსგავსი უსაფრთხოების ახალი შეთანხმების დადება სირიის ახალ ლიდერთან. და მესამეც, საუდის არაბეთი კვლავ ახალი ამბების ცენტრშია აშშ-თან ბირთვული შეთანხმების გამო. შემდეგ კი დონალდ ტრამპმა ძალიან კაფიოდ განაცხადა, რომ ისინი მიიღებენ ბირთვულ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმალიზაცია მოხდება. ამიტომ ხალხი ისევ ნორმალიზაციაზე საუბრობს. ნორმალიზაცია. ისრაელთან ეს ნათლად თქვი. ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ნორმალიზაცია, აბრაამის შეთანხმებების გაფართოება, რაც პრეზიდენტს სურს იხილოს. შესაძლებელია ეს თემაც განიხილეს. კარგი იქნებოდა იმ შეხვედრას ჩუმად დავსწრებოდი, რადგან შევნიშნე, რომ ნეთანიაჰუმ, როცა ისრაელიდან ვაშინგტონში გაფრინდა, ირანზეც ისაუბრა, მაგრამ ასევე ისაუბრა მშვიდობის წრის გაფართოების შესაძლებლობებზე. და ჩვეულებრივ, როცა ნეთანიაჰუ რამეს ამბობს, ეს იმიტომ, რომ იცით, ამას რაღაც საფუძველი აქვს, მას ამის თქმა არ სჭირდებოდა. მას უბრალოდ შეეძლო ეთქვა, რომ ჩვენ დავიცავთ ისრაელს და დავწმუნდებით, რომ ირანი ბომბს ვერ მოიპოვებს. მაგრამ მან ეს ფრაზაც დაამატა, რაც მაფიქრებინებს, რომ ან ლიბანის ფრონტზე, ან სირიის ფრონტზე, ან საუდის ფრონტზე ნეთანიაჰუ და ტრამპი რაღაცაზე მუშაობენ, რაც მშვიდობისთვის გარღვევას მოიტანს. და საბოლოოდ, თუ ერთ-ერთთან, ორთან ან სამივესთან შეთანხმებას მიაღწევთ, ეს ბევრმხრივი პოლიტიკური გამარჯვებაა. ისეთი ექსტრემისტების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ჰამასი, ჰეზბოლა, რევოლუციური გვარდია და ირანის ხელმძღვანელობა. დიახ, ისინი ყველა წინააღმდეგია მშვიდობისა და თანამშრომლობის. და თუ ამერიკის დახმარებით კიდევ უფრო მეტ არაბულ ქვეყანასთან შევძლებთ შეთანხმების მიღწევას, ეს არის ნამდვილი გამარჯვება. კარგი, ხო იცი რას ვფიქრობ სიტყვა მშვიდობაზე, როცა მსოფლიო ომის შუაგულში ვართ. მე ყოველთვის მithქვამს და ვიცი, რომ შენ ამაზე სხვანაირად ფიქრობ. მე ყოველთვის ვამბობ, როცა სიტყვა მშვიდობა გესმის, დაიმალე. კარგი? აი, ამიტომ არ მიყვარს ამის გამოყენება. კი, არსებობს კარგი თანამშრომლობის შეთანხმებები, კიდე ზოგჯერ მშვიდობაც არის, ხო, ასეა. მაგრამ ამჟამად საუდის არაბეთის ერაბეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ან იცი რატომაც არასდროს აპირებდა აბრაამის შეთანხმებებში გაწევრიანებას არის ის, რომ აბრაამის შეთანხმებების სილამაზე ირანის საწინააღმდეგო ღერძის გარდა სხვა და დიდი თანამშრომლობა ისრაელთან. მისი ერთ-ერთი მთავარი სილამაზე იყო ის, რომ პირველად შეგვეძლო დაგვემტკიცებინა, რომ პალესტინის სახელმწიფო არ არის გზა არაბებსა და ისრაელს შორის რეგიონში მშვიდობისკენ. ეს იყო დიდი მემარცხენე ტყუილი. მშვიდობა არ არსებობს. მშვიდობის გზა პალესტინელებთან გადის. კარგი. ეხლა, როცა ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველი ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგ ხელისუფლება გადაიბარა, მან სცადა აბრაამის შეთანხმებების განადგურება, როცა პალესტინელი წარმომადგენლები ნეგევის სამიტის შეხვედრებზე და სხვა ღონისძიებებზე მიიწვია. ეს უბრალოდ საზიზღრობა იყო. ეხლაც საუდის არაბეთი ისევ იმ პოზიციაზე დგას. არა რომ საუდელებს ოდნავ მაინც აინტერესებდეთ პალესტინელები. არ აინტერესებთ. არც ერთი არაბული ქვეყანა არ ზრუნავს მათზე. და ეხლა ეს ზუსტად ვიცით, რადგან არც ერთმა მათგანმა არ დათანხმდა ქალებისა და ბავშვების მიღებას ღაზას ომის დროს. კარგი, ასე რომ ნუ მეტყვი თითქოს მათ პალესტინის სახელმწიფოზე ზრუნავთ. ისინი არ ზრუნავენ, მაგრამ ეს მათი დასავლურ მენტალიტეტში შესვლის გზაა. ერთ-ერთი საინტერესო მომენტი იყო, როცა ტრამპმა თქვა, რომ ის საუდელებთან გარიგებას დადებდა. ისრაელელები ნერვიულობდნენ. და შემდეგ მან თქვა, იცადეთ, მაგრამ მათ უნდა მხოლოდ იმ პირობით, რომ აბრაამის შეთანხმებებს შეუერთდნენ. ასე რომ ჩვენ ვთქვით, კარგი, შესანიშნავია. და ამით თურქეთზე გადავდივართ. მან თქვა, რომ აპირებს F-35-ების გაყიდვას თურქეთისთვის. და შემდეგ თურქეთი ისრაელის სასიკვდილო მტერია. და ტრამპი განაგრძობს თქმას, ერდოღანი ჩემი მეგობარია.
თურქეთი ჩემი მოკავშირეა. და ამიტომ ჩვენ ავნერვიულდით. რატო? იმიტომ რომ ეს თვითმფრინავები შეუმჩნეველია. ისინი ეხმარებიან მტრის ნებისმიერი გაშვების აღმოჩენაში. და ეს ძალიან საშიშია ისრაელისთვის. მაგრამ შემდეგ ტრამპმა ისევ თქვა, არა, მან თქვა, რომ მათ ჯერ არ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, ამერიკული მოთხოვნები, რომ მიიღონ ეს თვითმფრინავები. თუმცა, ისევ მან ეხლა ამ შეხვედრის წინ თქვა, ბოდიში ვიცით, რომ თურქეთს არ მოსწონს ისრაელი, მაგრამ ისინი ჩემი მეგობრები არიან. ასე რომ არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ერთ რამეს გიხვდებით. როცა თქვენ ამბობთ მშვიდობის წრეს, მოიცადეთ ერთი წამით, მოდი ჯერ ომი მოვიგოთ, სანამ მშვიდობის წრეზე ვისაუბრებთ. კარგი? ასე ვფიქრობ ამ საკითხზე. ამიტომ არ ვიტყოდი, რომ ყველაფერში არ გეთანხმები, რაც თქვი. მე ვფიქრობ, რომ ომის მოგება გადამწყვეტია მშვიდობის წრის გასაფართოებლად, რადგან მხოლოდ იმიტომ, რომ ჰეზბოლა ლიბანში განადგურებულია, ლიბანს შეუძლია ისრაელთან მშვიდობის შეთანხმების დადება. რადგან როცა ჰეზბოლა მართავდა ყველაფერს იმ უბედურ ქვეყანაში, კი, მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. იგივეა სირიაშიც. ჩვენ ვერ შევძლებდით უსაფრთხოების შეთანხმების დადებას ახალ რეჟიმთან, რომ არ გაგვენადგურებინა და არ დაგვესუსტებინა მისი სამხედრო ძალები ასადის და ახალი რეჟიმის ცვლილების დროს. და იმ ფაქტ შორის, რომ ირანი აღარ აკონტროლებს სირიას ასადის რეჟიმის მეშვეობით. სხვა სიტყვებით, ისრაელის სამხედრო გამარჯვება არის წინაპირობა ამ ყველაფერში წინსვლისთვის. იგივე ეხება საუდელებს. თუ საუდელებს ისრაელთან მშვიდობა სურთ, ეს არ არის იმიტომ, როგორც ადრე ხუმრობით ვთქვი სხვა კონტექსტში, ეს არ არის იმიტომ, რომ მათ უცებ ჰერცელი წაიკითხეს და სიონისტები გახდნენ. ეს არ არის იმიტომ, რომ საუდელებმა ბიბლია წაიკითხეს და თქვეს, რომ ებრაელი ხალხი ეკუთვნის. ეს იმიტომ ხდება, რომ საუდელებს სტრატეგიულად აწყობთ ისრაელი მოკავშირედ ყავდეთ. იმიტომ, რომ ისრაელი ძლიერია. არავის სჭირდება სუსტი მოკავშირე. და ამიტომ მე რა თქმა უნდა მჯერა, რომ სამხედრო გამარჯვება აუცილებელი წინაპირობაა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ. მაგრამ შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით ვიგებთ ომს, ამან უკვე შექმნა პოტენციალი, რომლის ასრულებასაც ჩვენ ვიხილავთ. მაგრამ თქვენ სწორად თქვით, რომ არაბული ქვეყნები, ჩემი სიტყვები არა თქვენი, ისინი მხოლოდ სიტყვიერად უჭერენ მხარს პალესტინელების საქმეს და რეალურად არ სურთ პალესტინელების დახმარება. თქვენ პირდაპირაც გითქვით, თქვენ თქვით, რომ მათ არ მიუღიათ. იცით, პალესტინელი ქალებისა და ბავშვების დიდი ჯგუფები ღაზადან. პირიქით. დიდი ჯგუფები მათ რამდენიმე ადამიანი მიიღეს საავადმყოფოებისთვის და სხვა საჭიროებისთვის. და როცა ისინი საავადმყოფოდან გამოვიდნენ, მათ უნდა დაბრუნებულიყვნენ ღაზაში, ხო ასეა? მაგრამ უნდა გაიგო, რომ არაბულ სამყაროს პალესტინელებთან პრობლემა ჰქონდა. იორდანიამ ბევრი პალესტინელი მიიღო და მათ მეფის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ქვეყნის განადგურებას სცადეს. ვნახეთ, რომ ქუვეითმაც ბევრი პალესტინელი მიიღო. და როცა ქუვეითი სადამ ჰუსეინმა დაიპყრო, როდის იყო ეს? გასულ საუკუნეში, არა, ამ საუკუნეში, ქვედა საუკუნეში, გასულ საუკუნეში. მერე უცებ ყველა პალესტინელი ერთგული გახდა სადამის და ქუვეითის მთავრობის წინააღმდეგ წავიდა. და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ყველა გაბრაზებული იყო პალესტინელებზე. და ლიბანის სამოქალაქო ომი იწყება 1970-იან წლებში, პალესტინელების გავლენის გამო. ასე რომ თუ მკითხავთ, არის თუ არა არაბული მთავრობები შეშფოთებული და ეშინიათ პალესტინელების მიღების? რა თქმა უნდა, შეშფოთებულები და შეშინებულები არიან, რადგან ძალიან ბევრი გამოცდილება აქვთ. უბრალოდ კითხეთ იორდანიელებს, კითხეთ ქუვეითელებს, კითხეთ ლიბანელებს, თუნდაც ეგვიპტელებს. როცა ისინი ხედავენ ღაზელებს, ჰამასი ახსენდებათ. ჰამასი მუსლიმთა საძმოს გავს. ეს ის ხალხია, ვინც ეცადა ეგვიპტის ხელში ჩაგდებას და ტერორისტები არიან, ხო ასე? მთელი არაბული მსოფლიო მრავალი თვალსაზრისით, როცა ისინი სიტყვიერად იძლევიან დაპირებებს, მაგრამ არ სურთ ბოლომდე მიხვნენ, ეს სრულიად გასაგებია. მაგრამ მე მინდა სხვა რამესაც შევეხო, რაც თქვით და ეს არის ის, რომ იცით, აბრაამის შეთანხმებების დიდება და მთავარი ღირსება ის იყო, რომ მათ პალესტინელებს წაართვეს ვეტოს უფლება არაბულ ქვეყნებთან მშვიდობის დამყარებაზე. და ეს იყო გადამწყვეტი საკითხი. მაგრამ მე ვიტყოდი და ამას ვეუბნები ყველას, ვინც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ჯერა, რომ ეს შეიძლება ახლა შეუძლებელი იყოს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ მომავალში ოდესმე ეს შესაძლებელია. თუ ისრაელი უფრო და უფრო მეტ არაბულ და მუსლიმურ ქვეყანასთან დაამყარებს მშვიდობას, და როგორც ჩანს ეს არის ისტორიის ტენდენცია, ზუსტად ვერ ვიტყვით როდის, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რამდენად სწრაფად მოხდება ეს. მაგრამ ამ ეტაპზე ხო გვაქვს მშვიდობა დაახლოებით 9 არაბულ ქვეყანასთან. მალე ეს 12 გახდება. შეიძლება ეს იყოს 18. დიახ, ეს რიცხვი გაიზრდება. და ფიქრობ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი გულიც პალესტინელებისთვის ტკივა, ასეა. ვინც ხელმძღვანელობამ ვერასდროს შეძლო ისრაელთან სერიოზული მოლაპარაკება მშვიდობაზე. და ვნახეთ, რომ მათ ვერ დაგმეს. 7 ოქტომბერი. დიახ, ეს უბრალოდ თვალშისაცემია. როგორ შეიძლება ჩაითვალო? მე ვსაუბრობ ეგრეთ წოლებულ ზომიერ პალესტინელებზე დასავლეთ სანაპიროზე. თუ ვერ გმობ, ვთქვი ეგრეთ წოლებულ, არ არის საჭირო სახის დამანჯვა, რუთი. ეგრეთ წოდებული ზომიერი პალესტინელები დასავლეთ სანაპიროზე თუ ვერ გმობთ 7 ოქტომბერს მომხდარს, როგორი მშვიდობის პარტნიორი ხართ?
ვერ გმობთ გაუპატიურებებს, ვერ გმობთ მასობრივ მკვლელობებს, ვერ გმობთ თავის მოკვეთებს, ვერ გმობთ მძევლების აყვანას. ყველაფერს ამას ვერ აკეთებთ. ამიტომაც ისრაელელების უმეტესობა არ ფიქრობს, რომ მშვიდობის პარტნიორი გვყავს. მაგრამ შეიძლება, როცა უფრო და უფრო მეტი არაბული ქვეყანა დაამყარებს მშვიდობას ისრაელთან, როცა უფრო და უფრო მეტი მუსლიმური ქვეყანა დაამყარებს მშვიდობას ისრაელთან, შეიძლება ეს შექმნას ისეთი პირობები, რომ მომავალში პალესტინელთა აზროვნებაში ცვლილებას დავინახავთ. არა დღეს, არა ხვალ, მაგრამ ოდესმე მომავალში, რადგან საბოლოოდ პალესტინელები საკუთარ თავს არაბული და მუსლიმური სამყაროს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. და თუ ეს არაბული და მუსლიმური სამყარო უფრო გახსნილი იქნება ისრაელის მიმართ, შეიძლება ეს მომავალში პალესტინელებისთვის შესაძლებლობა არ იქცეს. ასევე რომ თავიდან განსაზღვრონ და გადახედონ მათ ისტორიულ სიძულვილს, მტრობას და ისრაელელებთან სერიოზულ კომპრომისებზე წასვლაზე მუდმივ უარს. მოусმინეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგი, ეს მაშინ იქნება, როცა მე აღარ ვიქნები ცოცხალი. თუ გინდათ, შეგიძლიათ სცადოთ, იცით? გამოიყენეთ ვიჯის დაფა და შემატყობინეთ, თუ ოდესმე ეს მოხდა. მე ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდეს. და ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებ, როცა ამბობთ, რომ იცით, სულ უფრო და უფრო მეტი მშვიდობაა. რატო ვარ მე? რატო ვარ სკეპტიკურად განწყობილი ამის მიმართ? მე არ ვარ სკეპტიკურად განწყობილი კარგის მიმართ. თქვათ უსაფრთხო ალიანსების მიმართ. მაგრამ თუ ლიბანს მაგალითად ავიღებთ. ლიბანის პრეზიდენტი მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა და ლიბანმა მიაღწიეს შეთანხმებას ჰეზბოლას ლიბანიდან გაძევებაზე და ამის მიუხედავად ჰეზბოლამ გაანადგურა ეს ქვეყანა. და პრეზიდენტი აუნი უარს ამბობს, თუნდაც ტელეფონით ესაუბროს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. კარგი, და აღარ მინდა ერთი ადამიანიც კი მომიბრუნდეს და მითხრას, ხო იცით, ის შიშობს, რომ მოკლავენ. მაგრამ ხო იცით, სადატი მოკლეს, როცა ისრაელთა მშვიდობა დადო. რა თქმა უნდა, სადატიც კი, სადატი, რომელმაც ისრაელთა მშვიდობა დადო, საჭირო იყო, რომ მას დიდი ტერიტორიული დათმობა მიეღო. კარგი, რასაც ვცდილობ თქვა არის, მე ხო იცი, ეს ჩემთვის მშვიდობა არ არის. როცა ის ბიჭი მასთან ტელეფონითაც კი არ ლაპარაკობს და ის მაინც ამბობს, რომ ისრაელმა ჩვენი ქვეყანა უნდა დატოვოს. მართვა მეგობარო, ისრაელმა თქვენი ქვეყანა უნდა დატოვოს. მადლობა უთხარით ისრაელს იმ ჰეზბოლას ტერორისტების მოკლისთვის, მათგან ბერს თქვენც კი ვერ უმკვალდებით თქვენს არმიაში. სავსეა ჰეზბოლათი. Ani. ასე რომ იცით, მე ვარ. მე სულად ვუჭერ მხარს იმ შეთანხმებას, რომელიც ლიბანსა და ისრაელს შორის ფორმდება. არ შეგეშალოთ, მე ამის მომხრე ვარ. მაგრამ იცით, ილუზიები არ მაქვს ამ შეთანხმებასა და პრეზიდენტ აუნთან დაკავშირებით. ასე რომ ვიტყვი, ჩემი საქმე არ არის პრეზიდენტის დაცვა. ფიქრობ, მას სურს იყოს ძალიან ფრთხილი. მას სურს წინ წასვლა. აშკარაა, რომ მას სურს წინ წასვლა. აშკარაა, რომ ის ხედავს თავის მიზანს. როგორც ლიბანის სამხედრო ძალების ყოფილი შტაბის უფროსი, მას სურს, რომ ლიბანის არმია დაბრუნდეს იმ პოზიციაზე, სადაც ის იქნება ერთადერთი შეიარაღებული ძალა. ხომ ასეა? რომელი ქვეყანა, რომელსაც საკუთარ მიწაზე ესეთი დამოუკიდებელი უცხოური არმია ჰყავს? ისე როგორც ჰეზბოლა ირანის პროქსი იყო ლიბანის მიწაზე. ის ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ სიონისტია. ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ ლიბანელი პატრიოტია. და მე ვითხოვდი, იცით, როცა წლები ვიყავი მთავრობაში, ყოველთვის იყო ეს დისონანსი იმაში, რასაც არაბები საჯაროდ ამბობდნენ და რასაც კარს მიღმა ამბობდნენ. მახსოვს, იცით, როცა მე ვუყურებდი ინტერვიუებს არაბი ლიდერების, რომლებიც შეხვედრებს მართავდნენ, თქვათ, ამერიკის პრეზიდენტთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ან საფრანგეთის პრეზიდენტთან, და ისინი იტყოდნენ, რომ პალესტინის საკითხზე ვსაუბრობთ. მაგრამ სინამდვილეში, როცა კარი იკეტება, შეიძლება ერთხელ ახსენონ ეს და მთელი ყურადღება ირანზე ან სხვა საკითხზე იყოს გადატანილი. დიახ. ასე რომ უნდა მივიღოთ, სამწუხაროდ, ეს არის თამაშის წესი. არსებობს დიდი დისონანსი იმაში, თუ რას ამბობენ ხოლმე საჯაროდ და რას ამბობენ მაშინ, როცა კარი დაკეტილია და კამერები გამორთულია. მაგრამ ჩვენი პოდკასტის დასასრულს უახლოვდებით. კარგი, მაგრამ ერთი წამით მოიცადეთ. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ იმ საპირისპირო ვერსიაში, რაც ახლახან თქვით, დახურულ კარს მიღმა, ენა განსხვავებულია. რაც ჩვენ ნახეთ არაბებთან და განსაკუთრებით პალესტინელებთან და ყველა არაბთან დაკავშირებით არის ის, რომ ინგლისურად, როცა ისინი დასავლეთთან საუბრობენ, ერთ რამეს ამბობენ, ხოლო არაბულად ისინი იმას ამბობენ, რასაც სინამდვილეში გულისხმობენ. ასე რომ ეს მხოლოდ ასე არ არის. ეს მეორე მიმართულებითაც მუშაობს, მარკ. ასე რომ როგორც შენ ამბობ, მართალი ხარ, ჩვენ დასასრულს უახლოვდებით, მაგრამ ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ გადაცემას მადლობის გარეშე. დიდი მადლობა ბოი ჯორჯ მისი საოცარი სიმღერისთვის, რომელიც მან გუშინ ან გუშინწინ გამოუშვა. ოქტომბრის 7 საათ ნოვა ფესტივალზე და ჰამასის მიერ მოწყობილ ხოცვა ჟლეტაზე. და რატომ იმსახურებს ის ესეთ დიდ ქებას? იმიტომ რომ ის არტისტია, შემსრულებელია. და მისი ყველა მეგობარი ამ ინდუსტრიაში მის წინააღმდეგ გამოვიდნენ, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე. ანტისემიტები უცებ ყველგან გამოჩნდნენ. და მე უბრალოდ მინდა წადიკითხოთ ამ სიმღერის რამდენიმე სტრიქონი და აგიხსნათ, რატომ ხარობენ ისრაელები. სხვათა შორის, სამწუხაროა, რომ საერთოდ გვიწევს დაში დაუკრათ.
ეს აშკარა რამეა, რასაც ის ამბობს. სხვათა შორის ის ებრაელი არ არის. ის სინამდვილეში ბრიტანელია. მას ირლანდიური კათოლიკური ფესვები აქვს. ეს არის მისი სიმღერა, რომელსაც ქვია ჩვენ ვენ ისე ვიცეკვებთ. ეს ეხება ნოვა მუსიკალურ ფესტივალს. შენ ამბობ გენოციდი, მე ვამბობ ომი. როცა გესხმიან თავს, სწორედ ამისთვის არის არმია. უარესდება სიტუაცია, რა თქმა უნდა, უარესდება. როცა ვიცი, რომ გინდა, თითოეული ჩვენგანი მოკვა. შენ არასდროს ახსენებ 7 ოქტომბერს. ახალგაზრდები ხეებს მიაყუდეს და გააუპატიურეს. სიცოცხლე სასტიკად წაართვეს მხოლოდ ცეკვისთვის. შენ იუდეველებს შერჩევითი მეხსიერებით გმობ. მუსიკოსები დროშებით ხელში ცხვრებივით ბუტბუტებენ. ინტერნეტით გაძლიერებული პროპაგანდა ისეთი სუსტი ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ, ისე ვიცეკვებთ და ომი აღარ იქნება. მაგრამ თუ ოდესმე დაბნეული იქნები, მე ებრაელების გვერდით ვდგავარ. მე თავს მამაცად არ ვგრძნობ, უბრალოდ ადამიანურად უნდა მოვიქცე. და ბოლოს ებრაულად ამთავრებს. სხვათა შორის მისი ებრაული გამოთქმაც საკმაოდ კარგია. ის ამით ასრულებს. ეს ნიშნავს ომს, როცა ისინი მოდიან რომ მოგკლან. და ეს ნიშნავს რომ შენ ამბობ გენოციდს, მე ვამბობ ომს, როცა ისინი მოდიან რომ მოგკლან. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა. ჩვენ გვიყვარხარ ბოი ჯორჯ. დიდი მადლობა. შეიძლება მინდა დავამატო დიახ, რომ სამწუხაროდ. პროგრესულ სამხატვრო წრეებში ისრაელი ნაგავია, ისრაელი ბოროტებაა. და ის მითები იცით, ნაცისტები ასე საუბრობდნენ ებრაელებზე კულტურაში და ამაში. და აქ იცით, ისრაელის მხარდამჭერი ადამიანები იკრძალებიან, ადამიანებს ბოიკოტს უცხადებენ. ეს აზიანებს მათ. ეს აზიანებს მათ გამოსვლებს. ადრე იცით, არტისტებს სურდათ ისრაელში გამოსვლა და უცებ უკან უნდა დაეხიათ, რადგან არსებობდა ძალიან აგრესიული კამპანიები არტისტების წინააღმდეგ, თუ ისრაელში გამოჩნდებოდი და ასე შემდეგ. ბოი ჯორჯი სწორად იქცევა. საცხენია ხო ასეა, რომ მასნაირი ძალიან ცოტაა. მაგრამ იქნებ ქართან ან ანტიისრაელიზმის, ანტისემიტიზმის, ანტიციონიზმის ქარიშხალთან დაპირისპირება. ამისთვის საჭიროა სიმამაცე, ერთგულება და მორალური გამბედაობა. და ეს ბოი ჯორჯს აქვს. როგორც ებრაულად ვამბობთ, კოლ ჰაკავოთ. ხოჩახ, ბოი ჯორჯ. ამენ. მომავალ კვირას დავბრუნდებით. ამას მოუთმელად ველი რუთი.